როგორ აისახება გეოპოლიტიკური დაძაბულობა, სატარიფო ომები და კლიმატური გამოწვევები, მიკროსაფინანსო სექტორსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობაზე. Ამ საკითხებზე სამსჯელოდ თბილისში მიკროსაფინანსო ცენტრის ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე 400-ზე მეტი დელეგატი შეიკრიბა. ადგილობრივი საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ერთი მხრივ გლობალურად გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების ფონზე, მეორე მხრივ კი შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის გამო მოზიდული ფულადი რესურსი საქართველოშიც გაძვირდა, რამაც ნაწილობრივ სესხები მომხმარებელსაც გაუძვირა. თუმცა სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნელ-ნელა საპროცენტო განაკვეთები სტაბილურდება. გლობალურმა ინფლაციურმა პროცესებმა გამოიწვია გარკვეულად სახსრების გაზრდა, მაგრამ ჩვენ ახლა ვაკვირდებით, რომ ასე ვთქვათ, პიკური წერტილი უკვე გავლილია და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ის ტენდენცია, რაც ბოლო რამდენიმე თვეში შეინიშნება, მე ვგულისხმობ საპროცენტო განაკვეთების კლება საერთაშორისო მოზიდულ სახსრებზე, რომ ეს მომავალში გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად რამდენიმე პუნქტით გაგვიზრდა მოზიდული სახსრები უცხოელი პარტნიორებისგან, ჩვენ არ გაგვიძირებია სესხები და ეს შოკი მთლიანად კომპანიამ აიღო თავის თავზე. შარშან უკვე შემოდგომაზე სანამ რამე მოვლენები დაიწყებოდა, უკვე ხვდით ბაზარი როგორ სწრაფად გრძნობს ხოლმე და ამიტომ ჩვეულებრივად სწრაფი კაპიტალი პორტფოლიო ინვესტმენტ რაც არის, ხო? რასაც ჩვენ ვიზიდავთ კრედიტების სახით, ხო? მის ფაზზე აისახა, ასევე ასე ვთქვათ, გარკვეულწილად გაძვირდა ჰეჯირების ხარჯი. ის პერიოდი იყო რთული. იმ პერიოდმა გამოიწვია ყველასთვის გარკვეული ფასების მომატება. ჩვენც ახლა არ დაგიმალავთ და იძულებული ვიქენით, რომ მოგვემატებია ფასები, გადაგვეცა გარკვეულწილად. ახლა უკვე ეს ნელ-ნელა გამოვდივართ ამ წრეხიდან, ხო? და ამან უნდა უზრუნველყოს, რომ ჩვენ ნელ-ნელა ასევე დავწევით ამ ფასებს. საფინანსო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ არასტაბილური პოლიტიკური გარემო ბიზნეს აქტივობაზეც აისახა და წლის დასაწყისში საკრედიტო აქტივობა გარკვეულწილად შენელებული იყო. თუმცა მიკრობანკ კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ საკრედიტო აქტივობა ნელ-ნელა აღდგა. ახალი ტიპის საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიკრობანკის ლიცენზია მათ ერთი მხრივ მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტების შეთავაზების საშუალება მისცა, მეორე მხრივ კი მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ინვესტორებში კითხვებს აჩენს, მათ მიმართ საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან დაინტერესება მზარდია. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ევოლუცია, ბუნებრივი ევოლუცია მოხდა ჩვენ შემთხვევაში და 26 წლის მერე ჩვენ მოვიპოვეთ საბანკო ლიცენზია. დღეს ბანკი კრისტალი აგზელებს იგივე მისიას, ოღონდ უფრო სწორი და უფრო კარგი ლიცენზიით ვემსახურებით მომხმარებლებს ბევრად მეტი სერვისით. წლის დასაწყისი იყო გარკვეულწილად რთული, იმიტომ რომ მაინც ამ პოლიტიკურ მოვლენებმა გავლენა მოახდინა ბიზნეს აქტივობაზე, მაგრამ ხედავთ ძალიან მდგრად აღდგენას, მათ შორის ტურიზმში და ვფიქრობთ, რომ თუ ასე გაგრძელდა წელი იქნება საკმაოდ წარმატებული. TMBS-ის დაფინანსებაში თითქმის ნახევარი უკავია ევროპული ფონდებისგან მოზიდულ სახსრებს და ვფიქრობ, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. ყოველ შემთხვევისათვის ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან ჩვენს კომპანიის მიმართ ინტერესი მხოლოდ გაიზარდა, მას მერე რაც ჩვენ მიკრობანკის ლიცენზია მოვიპოვეთ. ორი მსხვილი ორგანიზაციის მიკრობანკად გარდაქმნის შემდეგ თავად მიკროსაფინანსო სექტორში 29 ორგანიზაცია დარჩა, მათი საკრედიტო პორტფელი კი დაახლოებით 400 მილიონი ლარით შემცირდა. დარგობრივ ასოციაციაში აცხადებენ, რომ სექტორის საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველი რჩება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ მიკროსაფინანსო სექტორი მრავალფეროვანი, კარგად რეგულირებული და ტექნოლოგიურად განვითარებულია. დღეს საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორი მრავალფეროვანი, კარგად რეგულირებული და ტექნოლოგიურად განვითარებულია. სექტორს ქვეყნის მასშტაბით თითქმის 400 მომსახურების პუნქტი აქვს. 400,000-ზე მეტი აქტიური მსესხებელი ჰყავს და თითქმის 2 მილიარდი ლარის აქტივებს მართავს. ის ფინანსური მომსახურების მნიშვნელოვანი მიმწოდებელია განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც საბანკო ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ შეზღუდულია. მიკროსაფინანსო სექტორი ამ ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით უკვე საკმაოდ დიდი ისტორიას ითვლის და დაახლოებით 400 მილიონი ლარის, ასე ვთქვათ, აქტიური ვალდებულებების და სესხების და ინვესტიციების მოზიდვას ახერხებდა მიკროსაფინანსო სექტორი აქამდე და პრინციპში ეს რიცხვი არის მუდმივად მზარდი და აქედან გამომდინარე ასეთ კონფერენციებში მონაწილეობა ჩვენი დამფინანსებლების, ასე ვთქვათ, ბაზის გაზრდა, დივერსიფიცირება არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად სექტორის განვითარებისთვის.
საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორი ძალიან დინამიურად და სწრაფად ვითარდება. ჩვენ ასევე ვხედავთ ბევრ ინოვაციას და ტრანსფორმაციას, მათ შორის ორგანიზაციების, საბანკო ინსტიტუტებთან გარდაქმნის მიმართულებითაც. თუმცა განვითარებასთან ერთად არის გამოწვევებიც, მათ შორის ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ, რომ გაციფრულებასთან ერთად მათი სერვისები და მომსახურება კვლავ ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებლებისთვის, მიკრო და მცირე ბიზნესისთვის. რაც შეეხება მიკროსაფინანსო სექტორის ფინანსურ მონაცემებს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 29 ორგანიზაციამ 29 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო. სექტორის წარმომადგენლები ელიან, რომ დარგი ზრდას ხელს შეუწყობს მაისიდან შესული ცვლილება, რომლის თანახმადაც მიკროსაფინანსო სექტორის მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული სესხის ლიმიტი გაორმაგდა და 200,000 ლარამდე გაიზარდა.